დედასთან ბოლო საუბარი თუ გახსოვთ? არა. დედასთან მახსოვს ის, რომ მე და თემური ცალკე ოთახში იწვა, სასტუმრო ოთახში დედა და რაღაცა ცუდი სიტყვა ვთქვი, ისე რომ არ ვიცოდი რას ნიშნავდა და არც მახსოვს ეს სიტყვა. და არ მაპატია მომაკვდავმა დედამ და 2 დღე არ მელაპარაკებოდა და მე მითხრეს რომ დედიკოსთან შედიო და მახსოვს გავბედე და ხელზე ვაკოცე და მე ჩამიხუტა და ეს ერთად დიდხანს ვტიროდი 6 წლის იყავით როცა 5 წლის და 5 წელი ნახევარი ანუ არ გახსოვთ გამოკეთილად საუბარი მახსოვს როგორ მაჭმევდა აი მუხლებზე რო ვეჯექი და ისე თეთრ ხორცს მიწიწკნი და ისე კარგად მახსოვს მე მახსოვს მაგრამ კარგად ესე მკაფიოდ როგორ გითხრა არა მე უკვე რამოდენიმეჯერ სიზმარში რომ მეწვია იქედან უფრო მახსოვს დედა როგორ დაგესიზმრათ ყოველთვის როცა მე სიზმრება რაღაცაზე ეთყობა მაფრთხილებს აი და ყოველთვის ფრთხილად ვარ ხოლმე ის რაღაცა სიზმარი აქ ხდენიათ როდესმე სამწუხაროდ კი რას უკავშირდება იცით რა მაპატიეთ რომ ეს ხა რაღაცა ბნელეთია ნუ ვიცი რომ ეს სიზმარი არ არის ასე ვთქვათ ღვთისნიერი და რაღაცა მაგრამ 40 დღით ადრე მე და მე სიზმა ის რომ მამა აღარ იქნებოდა ლენინგრადში ვართ მაშინ ლენინგრადი იყო გავიღვიძე და მე და ნინელი ვიყავით ფესტივალზე კუკარაჩამ მიიღო საუკეთესო იმ დღეს მიიღო სწორედ კუკარაჩამ საუკეთესო ეკრანიზაციისთვის პირველი პრემია. და ღამე მე სიზმრება რაღაც ცუდი სიზმარი არ შემიძლია ხა მოუყვე და დილას გავიღვიძე და მე ვთხარი ნინელი 40 დღეში მეთქი მამა ჩემს და ნინელი მითხრა კაჩერტი ნუ იცი შენ ეს დაანებიან შენ სიზმრებს თავი და 40 დღეში გარდაიცვალა მამა თუმცა მაშინ არ იყო ისე ცუდად რომ დედინაცვალმა დედა შეგიცვალათ არა უიმე არა რა თქმა უნდა არა ჩვენ ჯერ ესერთი ვიყავით აბსოლუტურად ზრდასრულები როდესაც მეგი ასე ვთქვა ჩვენ მოვიყვანეთ ჩვენთან სახლში მამას უკვე დიდი ხნის ურთიერთობა ჰქონდა და ნუ ვთქვით რომ არ შეიძლება ესე ნუ მამა განიცდის ისა ესა და არა ჩვენ მოვიყვანეთ მე და ბიჭებმა არა ჩვენ ხა მე 16 წელს ვიყავით თითქმის 17-ის უკვე ანუ მამის მიმართ წენა არ ქონიათ რომ სხვა ხალი არა ნუ ეხა ბავშვობაში ძალიან განვიცდიდი იმიტომ რომ ეხა მაშინ მე არ მქონდა იმის შეგრძნება რომ ეხა მამას არ შეუძლია მარტო იყოს ბოლოს მამა რო დაქვრივდა იყო 54 წლის ახალგაზრდა კაცი იყოს რაღაცა ხო ჭირდებოდა ვიღაც გვერდზე და ნუ ამას განვიცდიდი ძალიან ვეჭვიანობდი პატარა რო ვიყავი და გამოხატავდით ამ ეჭვიანობას კი როგორ გამოხატავდით არა უხმოდ მაგრამ ან ვტიროდი ან რაღაცა